თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი ახალი რექტორი ხავს. ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა მხარი დაუჭირა. რექტორობამდე 3 თვის განმავლობაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რექტორის მოვალეობას ასრულებდა. რატომ ითხოვდა რექტორობის ერთადერთი კანდიდატი უკვე არჩეული რექტორის არჩევნებიდან მოხსნას? რა პრიორიტეტი აქვს ალექსანდრე კვიტაშვილს და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს უნივერსიტეტში? ნანუკა იორდანიშვილი არკვევდა. სასწავლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, უცხო ენებისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლის გაძლიერება. ეს ის პრიორიტეტებია, რომლის მიხედვითაც მუშაობას უნივერსიტეტის ახალი რექტორი დაიწყებს. აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი ერთხმა დაირჩია. ამიტომაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მათ წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში ბიუროკრატიული პროცედურები უნდა შემცირდეს. ერთი რაც ყველაზე სერიოზული პრობლემაა ენების ცოდნა, უბრალოდ არ ცოდნა ენების, რასაც თავისთავად ჩვენთვის იქნება პრიორიტეტი, რომ ჩვენი სტუდენტი იყოს უცხო ენოვანი, მოლაპარაკე უცხო ენაზე, რომ შეიძლება მე გააგრძელოს სწავლა სხვა ქვეყანაში, თუ გამოსირული გაუჩნდება. გარდა ამისა, თავისთავად იქნება გაკეთებული ძალიან სერიოზული აქცენტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებაზე. ჩვენ გვინდა რომ მეცნიერება, ფუნდამენტალური მეცნიერება, რომელიც საქართველოში არსებობდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ლიდერი ყოველ კითხვის გარეშე ამ მიმართულებებში. ეხლაც იგივე მოხდეს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სწავლების სტილი და ხარისხი იყოს ევროპული და ამერიკული დონის. ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორად არჩევას აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა მხარი დაუჭირა. უნივერსიტეტის პროფესორების თქმით, მათი არჩევანი ალექსანდრე კვიტაშვილის თანამედროვე პროგრამამ და უნივერსიტეტის განვითარების ხედვამ განაპირობა. არჩევნები ჩატარდა პროცედურების სრული დაცვით და აკადემიურმა საბჭომ ერთხმად რექტორად აირჩია ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი. ჩვენთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და აკადემიური საბჭოს წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დღე. უნივერსიტეტი ირჩევდა თავის რექტორს, მან აირჩია თანამედროვე შედეგზე ორიენტირებული რექტორი. კანდიდატებს შორის, რომლებიც იყრიდნენ კეთს, ბატონი სანდრო მიმაჩნია ყველაზე ღირსეულ კანდიდატად. ეს არ ნიშნავს, რომ სხვები უღირსები არიან, მაგრამ ჩემი აზრით მათში ბატონ სანდროს ჰქონდა უპირატესობა. რექტორობისთვის 5 კანდიდატი ალექსანდრე კვიტაშვილი, თეიმურაზ ურუშაძე, მარიამ ცაცანაშვილი, ნიკოლოზ ლელუაშვილი და გიორგი ლილუაშვილი იბრძოდნენ. საარჩევნო პროცესით უკმაყოფილო დარჩა ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი. მან ალექსანდრე კვიტაშვილის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით კომისიას 1 დეკემბერს მიმართა და მისივე თქმით საარჩევნო კომისიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამიტომაც დღეს გიორგი ლილუაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილის საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა და შემდეგ მისი გამარჯვება გააპროტესტა. ალექსანდრე კვიტაშვილი უნდა ყოფილიყო ამოღებული საარჩევნო სიებიდან და არ უნდა მომხდარიყო დღეს საერთოდ ბიულეტენში მისი სახელი და გვარი. ალექსანდრე კვიტაშვილი ხელმძღვანელობს აკადემიურ საბჭოს, რომელმაც უნდა უყაროს კენჭი, 13 წევრი არის და აგრეთვე ის არის უშუალო ხელმძღვანელი თავად იმ საარჩევნო კომისიის წევრების, რომლებიც ამ საარჩევნო კომისიაში არის. გიორგი ლილუაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მიხეილ დევდარიანი ადასტურებს, რომ რექტორობის კანდიდატმა კომისიას ალექსანდრე კვიტაშვილის არჩევნებიდან მოხსნის თხოვნით მართლაც მიმართა. თუმცა ამბობს, რომ მოთხოვნა არგუმენტირებული არ იყო, რადგან ალექსანდრე კვიტაშვილი კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას აღარ ასრულებდა. კომისიას არასდროს არ მიუღია არც ერთი კანდიდატის მოხსნაზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ კაცის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად გაუგებარია, საიდან მოვიდა, ის არ არის ჩემი ხელმოწერილი, თუ მან წერია, რომ რომელიმე კანდიდატი არის მოხსნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა კანდიდატი რეგისტრირებული იყო კანონის სრული დაცვით. არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა შეუთავსებლობა კანონთან. უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ხუბუამ ბიბლიოთეკიდან მოპარულ წიგნებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პოსტი დატოვა. რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ნოდარ სურგულაძე გახდა, რომელიც 2 კვირის შემდეგ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეცვალა. ალექსანდრე კვიტაშვილი 4 წლით უნივერსიტეტის 27-მდე რექტორი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა.